გადაცემის სტუმარი და ახლა მე უნდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი ამჯერად ჩვენი გადაცემისთვის ბოლო სტუმარი ეს არის შალვა ლომიძე ჯეოკეისის კონსულტანტი დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი და გენერალ-მაიორი. მოგესალმებით ბატონო შალვა, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ბატონო შალვა, ის ყველაფერი, რასაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის შესრულებით და მაგალითად დღეს არ შეიძლება რომ არ აღვნიშნოთ აქაც ამ საუბარში ყაველაშვილის წერილი, რომელიც მან მისწერა დონალდ ტრამპს, შეერთებული შტატების პრეზიდენტს და ის გადაწყვეტილებები ზოგადად რასაც იღებს ახლა ივანიშვილი ბოლო პერიოდში, იქნება ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გამოცვლა თუ სხვა საკადრო გადაწყვეტილებები, რომელიც რიგ შემთხვევებში ვხედავთ რომ გასროლითაც კი თავდება ხოლმე. რაზე მიუთითებს ეს ყველაფერი ბატონო შალვა თქვენთვის? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებით ვიტყოდი, ზოგადად ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ თავის დროზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ამ სამსახურის ხელმძღვანელი მისი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში დადგენილი იქნა ვადა, რომ 6 წლის განმავლობაში უნდა ყოფილიყო ხელმძღვანელი, თუ რაიმე განსაკუთრებული რაღაცა მნიშვნელობის რაღაც გადაცდომას არ ექნებოდა ადგილი. ეს არის გონევრული ვადა, ვფიქრობ, რომ სწორი ვადა, როდესაც ახალ მენეჯმენტს ეძლევა შესაძლებლობა დაგეგმოს სამსახურის განვითარების სტრატეგია, დაიწყოს მისი პრაქტიკული რეალიზაცია და უკვე 6 წლის განმავლობაში მიიღოს გარკვეული შედეგები. ის რომ მიმდინარე პრაქტიკულად მე-9 თვე ახლა დაიწყო ამ 9 თვის განმავლობაში პრაქტიკულად 3-ჯერ განიცადა სამსახურმა რყევა. ეს იყო უკაცრავად აპრილის თვეში, როდესაც დიდი გუნდი გავიდა სამსახურიდან, გავიდნენ მაღალი თანამდებობის პირები, დღეს ისინი საჯარო სამსახურში არ ემყოფებიან და შესაბამისად გამიჯნულები არიან სამსახურის საქმიანობისგან. მივიდა ახალი გუნდი, რომელმაც 4 თვეში მე ვფიქრობ ვერ შეძლო მის წინაშე დასახული ამოცანების რეალიზაცია და პრაქტიკულად ვერ განახორციელა ის ამოცანები, რომლის წინაშედაც იდგინდა, სწორედ ამან გამოიწვია ალბათ, დიდი ალბათობით მისი ჩანაცვლება. ოხანაშვილის ჩანაცვლება მდინარაძით. დიახ, ზოგადად სპეციალურ სამსახურებში წარმატებული ხელმძღვანელის რომ იყო წარმატებული ხელმძღვანელი, ალბათ პირველ რიგში უნდა იყო ალბათ სასურველი ამ სამსახურის წიაღიდან წამოსული კადრი და ჰქონდეს წვდომა და ინფორმაცია და ასე თქვა ფლობდე იმ უნარებს, რაც ამ სამსახურის სპეციფიკას ახასიათებს, ან უნდა იყო გარკვეულწილად პოლიტიკური გავლენების მქონე პირი, რათა უზრუნველყოფდა პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და სამსახურს შორის სწორ კომუნიკაციას, სამსახურის ინტერესების დაცვას პოლიტიკურ ლიდერშიპში და პოლიტიკური ლიდერშიპის ინტერესების რეალიზაციას სპეციალურ სამსახურებში. ვფიქრობ, რომ ახალი ლიდერშიპი ალბათ შეეცდება ამ საკითხის გადაწყვეტას, რამდენად გამოვა არ ვიცით, ძნელი სათქმელია. ხვალაპირეს პარლამენტი ახალი ხელმძღვანელის დანიშვნას, ალბათ ახალი ხელმძღვანელი უკვე გადის გარკვეული ტიპის კონსულტაციებს, რათა შეარჩიოს ის პირთა ჯგუფი, რომელიც მისი ინტერესების განტარებელი იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, დაველოდოთ რა ტიპის კადრებით შევლენ ახალ სამსახურში, მიმდინარე კადრები, რომლებიც დღეს არიან სამსახურში ჯერ კიდევ დაკავებულ თანამდებობებზე. ანუ საუბარი არის სამსახურის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეებს, ისინი ვფიქრობ, რომ უფრო სამეცნიერო კუთხით იყვნენ ამ სამსახურთან დაკავშირებული და უფრო ზედაპირულ ინფორმაციას ფლობდნენ ამ სამსახურის სპეციფიკასთან დაკავშირებით. ალბათ ამან განაპირობა რიგი ხარვეზები ბრჭყალებში თქვა ამ სამსახურის მართვასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ახალი ხელმძღვანელი რა გუნდით შევა, რა ამოცანას დაუსახავს ამ სამსახურს და როგორი ტიპის ასე თქვა ვადებს დაიკისრებს საკუთარ თავზე ამ ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებით. არ გამოირიცხება რომ ეს სამსახურის სოფრო ირაკლი ბერაიას აი თქვენ შემდეგ ვინც დაინიშნა, მასეც გავრცელდა არაოფიციალურად რასაკვირველია ინფორმაცია, მაგრამ თითქოს შესაძლოა რომ ხო მისი ჩანაცვლებაც მოხდეს თუ არ გამოირიცხება, გავრცელდა ასეთი ინფორმაცია, თუმცა მტკიცებულებები ჯერჯერობით არ არსებობს და ალბათ დიდი ალბათობით მასაც მოუწევს მისი საქმიანობის პროფილის შეცვლა, დამოკიდებულია როგორი ტიპის პოლიტიკური კონსულტაციები იქნება. დღეს მდგომარეობით დაზვერვის ერთადერთი რეფორმა, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა, ეს იყო დაზვერვის სამსახურის ინტეგრირება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. პრაქტიკულად პარალიზებულ მდგომარეობაში აღმოაჩინა. ეს რეფორმა თავიდანვე არასწორი იყო და სასურველი იქნებოდა, რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო სტრუქტურული ერთეული. ახალი მენეჯმენტი ალბათ ამ გადაწყვეტილებას არ გადახედავს, იმიტომ რომ მათთვის კომფორტულია, მათ ამ რეფორმაში მონაწილეობა არ მიუღია და დაზვერვის სამსახურის ინტეგრირებული სამსახურის მათ ასე თქვა განკარგულებაში ყოფნა ეს დამატებითი ოპერატიული შესაძლებლობებია და ალბათ ახალი
მენეჯმენტი ამ რესურსებს გამოიყენებს მისი ინტერესების განხორციელებისთვის. ნახოთ, საინტერესო იქნება პროგრამის ხილვა. წინა მენეჯმენტმა, უბრალოდ დღეს არსებულმა მენეჯმენტმა საზოგადოებას თავისი პროგრამა და ხედვა არ შესთავაზა, შესაბამისად საექსპერტო საზოგადოება ამ საკითხით დაინტერესებულმა ჯგუფებმა არ ვიცით რას გეგმავდა. მიმდინარე ეს მენეჯმენტი ნახოთ რა იქნება ახალი თქვენი დაკვირვებით ბატონო შალვა რა იყო მთავარი მიზეზი იმის რომ 4 თვეში ანრი ოხანაშვილი გაუშვეს თანამდებობიდან ის ჩაანაცვლეს მამუკა მდინარაძით და ამ 4 თვეში ერთადერთი რიც ანრი ოხანაშვილმა თავი დაგვამახსოვრა ის იყო ცნობილი სკანდალი როდესაც გიორგი ბაჩიაშვილმა დაასახელა მან რომ ამ გატაცების მომენტში თვითფრინავში იმყოფებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ჯერეთი ფიქრობთ რომ ის მართლა იქნებოდა ამ ოპერაციაში უშუალოდ ჩართული თუ კი ეს იყო ნამდვილად ბიძინა ივანიშვილის დავალება და მამუკა მდინარაძისგან რა ტიპის სტრუქტურას უნდა ველოდოთ ჩვენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახით იქნება ეს მხოლოდ პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი ალბათ პრიორიტეტული საკითხი იქნება ბოლო კითხვიდან დავიწყებ ალბათ პრიორიტეტული საკითხი იქნება პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა ვინაიდან დღეს ქვეყანაში მოგეხსენებათ რომ ეს ერთ-ერთი საკვანძო მიმართულებაა რაც შეეხება ბაჩიაშვილის ოპერაციასთან დაკავშირებით ბორტზე ოხანაშვილის ყოფნის ფაქტს არ ვიცი ალბათ გამოძიება დაადგენს თუ წავა ამ მიმართულებით ზოგადად მე ვფიქრობ სუბიექტური პოზიცია საკითხი იმდენად მაღალი ინტერესის საკითხი იყო არ გამოირიცხება რომ ამ ბორტზე ყოფილიყო ოხანაშვილი ან შეიძლება სხვა კიდევ მაღალი თანამდებობის პირი ვინაიდან ეს აძლევდა პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ოხანაშვილს აძლევდა პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან საჭირო პროფესიული ასე თქვათ პოზიციონირების შესაძლებლობას და ასევე მას აძლევდა თვითონ ამ ორგანიზაციაში სენსიტიურ მექანიზმში საკუთარი ავტორიტეტის დამკვიდრების შესაძლებლობას. ამ ორი ამოცანის გადაწყვეტა ერთი მოქმედებით შესაძლებელი იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ფლად ბოლომდე ვერ გახდა შესაძლებელი, ვერ გეტყვით ნამდვილად მე მგონი ასეა, ვერ გეტყვით იყო თუ არა მისი გადადგომის ან განთავისუფლების მიზეზი კონკრეტული кейსი, ნამდვილად არ ვიცი, თვითონ ორგანიზაცია არის სენსიტიურ საკითხებზე მომუშავე, მრავალ სენსიტიურ საკითხზე მომუშავე ორგანიზაცია, შესაბამისად შეიძლება სულ სხვა მიზეზით ან სულ სხვა გარემოებებით იყოს გამოწვეული ეს სიტუაცია. დროთა განმავლობაში ალბათ უფრო მეტი სიტუაცია გაცხადდება. ნახოთ როგორ გამითარება მოვლენები. კი ბატონო და ბატონო შალვა თქვენ არაერთხელ ახსენეთ ავტორიტეტი, რაც პრინციპში ალბათ ყველა სამსახურში, ყველა პროფესიაში და ყველა სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და ჩვენ ვიცით და ამაზე არაერთი ინფორმაცია არსებობს კულუარული თუ არაკულუარული, რომ ანდრე ოხანაშვილმა ამ ავტორიტეტის მოპოვება იქ თანამშრომლებში ვერ შეძლო. რა შანსი აქვს ამის მამუკა მდინარაძე. 4 თვე ძალიან ცოტა დროა იმისათვის, რომ შეძლოს ადამიანმა რაიმე ტიპის ავტორიტეტის მოპოვება, განსაკუთრებით გარე სამყაროდან შემოსული ადამიანისთვის. ოხანაშვილი გარკვეულწილად სპეციალური სამსახურების საქმიანობის შესახებ ინფორმაციას ფლობდა საპარლამენტო საქმიანობის დროს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ორგანიზაციაში დამკვიდრება მხოლოდ ასე თქვა ზედაპირული ინფორმაციის ფლობა საკმარისი არის. მას სჭირდებოდა აქტიური ჩართულობა ორგანიზაციის შიდა პატარა ჯგუფებთან კომუნიკაციის ნაწილში. ეს ძალიან არსებითად მნიშვნელოვანია, მაგიტომაც ბრძანე, რომ შიდა ორგანიზაციიდან წამოსული კადრები, როგორც წესი, ყოველთვის უფრო პრაქტიკულები და პრაგმატულები არიან, მათ იციან რა სამყაროში და რა სივრცეში, რა სოციუმში უწევთ მოქმედება. ახალი ხელმძღვანელობის შემთხვევაში ვერ გეტყვით, მე ვფიქრობ, რომ ახალ ხელმძღვანელობას უფრო მეტი პოლიტიკური გავლენა აქვს ვიდრე მის წინამორბედს და შესაბამისად მას შეიძლება უფრო გაუადვილდეს რიგი საკითხების გადაწყვეტა. ეს პროცესი კარგად იქნება აღქმული შიგნით ორგანიზაციის მხრიდან და შეეცდებიან გაყვნენ ამ პროცესს და როდესაც ისინი თავს იგზნობენ დაცულად და მათთვის იქნება გარკვეული გარანტიები შექმნილი საქმიანობაში ხელშეწყობის ნაწილში, გარკვეულწილად ეს იქნება კარგი, თქვათ, ნიშანი თუ კომპონენტი ავტორიტეტის გაძლიერებისა და თქვათ მოპოვებისა და გაძლიერების მიმართულებით. ნახოთ როგორ გამვითარდება მოვლენები. დაანჩენს რო გვიჩვენებს. საინტერესო იქნება ხვალ წარდგინების დროს რა ტიპის ხედვას წარმოადგენს ახალი ხელმძღვანელი და ასევე მნიშვნელოვანი იქნება რა ტიპის მენეჯმენტით, რა ტიპის მინიმუმ 4-5 აქტიური
ფიგურანტის, რომლებიც შესაძლოა მისი მოადგილეები იყვნენ ან დეპარტამენტის ხელმძღვანელები საკვანძო პოზიციებზე, რა ტიპის კადრებს წარადგენს. ხო, შეიძლება სწორედ აი ამ მთავარ საკადროცვლილებას უკავშირდებოდეს მათ შორის ის ინფორმაციაც ირაკლი ბერაიას ცვლილებასთან დაკავშირებით და ბოლოს მე აუცილებლად სწორედ დაზვერვის სამსახურზე მინდა რომ მკითხოთ. აი ამ ვითარებაში ბატონო შალვა თქვენ როდესაც დატოვეთ ეს პოსტი მე მახსოვს მაშინაც საუბრობდით რა იყო ამის მთავარი მიზეზი და რას ნიშნავს ზოგადად ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაცია განსაკუთრებით ამ სამსახურისთვის, მაგრამ აი ახლა როცა ჩვენ ხედავთ რომ მაგერ უვიზო რეჟიმის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე ვართ, რომ პრაქტიკულად იზოლაციაშია მთლიანად ქართული ოცნება და ამ ვითარებიდან ამ ვითარების შეცვლის რეალური პერსპექტივაც არ არსებობს. უშუალოდ თქვენი სამსახურისთვის და აქედან გამომდინარე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის რამდენად დიდი დარტყმა მსგავსი იზოლაცია ქვეყნის. პირველ რიგში კარგად ნდობას, მე ვფიქრობ, რომ უკვე დაკარგული გვაქვს ნდობა, ან არის ძალიან დაბალ ნიშნულზე, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ბრიუსელი გადაწყვეტილებას იღებს ევროკავშირში შემავალი ქვეყნების პოზიციებზე დაყრდნობით. შესაბამისად, მათი სპეციალური სამსახურები, სადაზვერვო ორგანიზაციები თუ უსაფრთხოების ორგანიზაციები მოქმედებენ მათივე მთავრობების გადაწყვეტილებით. ბრიუსელის დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში, სადაც ნდობა არ არსებობს, პოლიტიკური მხარდაჭერა არ არსებობს, ეს აუცილებლად აისახება და უკვე აისახა სპეციალური სამსახურების საქმიანობაზე. ეს ნიშნავს ნაკლებ წვდომას სენსიტიური ინფორმაციასთან, ნაკლებ ჩართულობას დასავლურ სამყაროსთან თანამშრომლობის კონტექსტში და შავ ზღვის რეგიონში არსებული турбулентური პროცესების ფონზე საქართველოს ასეთი იზოლაცია ჩვენ მიგვიყვას იქამდე, რომ ჩვენ დავკარგავთ საბოლოო დასავლელ პარტნიორებს და აუცილებლად ერთ-ერთი ჩვენი მეზობელი შეეცდება ამ დაკარგული ნიშის შევსებას იმ ჰიბრიდული აქტივობების გათვალისწინებით, რასაც ჩვენ ხედავთ უკანასკნელი წლების განმავლობაში. ცალსახად ნათელია საუბარი მაგ რუსეთის ფედერაციაზე, იგი შეძლებს საკუთარი ქვეყნისა თუ საქართველოს სამწუხაროდ საქართველოში არსებული გარკვეული რესურსების გამოყენებით საქართველოს ჩაირთრიოს მათ შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კონტექსტში, ნელ-ნელა ეტაპობრივად შეაჩვიოს ამ ურთიერთობას და შემდგომში ეს ურთიერთობა შეიძლება გადაიქცეს უფრო ფართომასშტაბიან და უფრო ვთქვათ მოქნილ მექანიზმს. ამიტომაც ყველა რესურსების გამოყენებით უნდა შევძლოთ მაქსიმალურად გამომყაროთ და გავზარდოთ ჩვენი თანამშრომლობა დასავლურ პარტნიორებთან, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში, ეს იქნება მყარი გარანტია ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. დიდი მადლობა ბატონ შალვა, დიდი მადლობა როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო საუბრისთვის. შალვა ლომიძე იყო კომენტარის ბოლოს სტუმარი, მე დღეს ამით გემშვიდობებით, დარჩით აუცილებლად ფორმულაზე, ჩვენ კი ერთმანეთს შევხვდებით 4 შაბათს 2 საათზე. ნახვამდის.